დაბრუნება მშობლიურ ქალაქში და მის განვითარებაზე ზრუნვა. ვარლამ ციკლაური ახალციხისთვის სიბრძვის. ახალქალაქელების კიდევ ერთხელ მხარდაჭერის იმედი აქვს მოქმედ მერს და ახლა კანდიდატს. თამარ ჩიკვატია მერობის კანდიდატების გეგმების შესახებ. მშობლიური მხარის რიგითი გულშემატკივრიდან მერობამდე. ვარლამ ციკლაური ადგილობრივებისგან ახალციხის საჭიროებებს ისმენს. თუმცა ახალციხეში დაბადებულს და გაზრდილს წლების განმავლობაში თავადაც არაერთხელ უფიქრია მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. შესაბამისად მზად აქვს სამოქმედო გეგმაც. გააგრძელოს და გააფართოვოს სოციალური პროგრამები, გააძლიეროს სოფლის მეურნეობა, გაზარდოს თვითმმართველობაში ახალგაზრდების როლი. ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩავრთოთ თვითმმართველობის საქმიანობაში. მით უმეტეს ახალციხე არის სტუდენტური ქალაქი, ყავს 1600-ზე მეტი სტუდენტი. ეს იქნება ჩემი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მოქალაქეების კეთილდღეობა. გაითვალისწინებს მთელი მესხე ჯავახეთის გულისკივილს და მხარში დაუდგება ჩვენ ხალხს. იმედი გვაქვს მის და გვექნება ბოლომდის. ასევე იმედი ექნება ჩვენი მას. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სრული ჩვენ სტადიონს. ძალიან კარგია, მაგას ველოდებით ყველანი. უკვე იცის სად მოეწყობა პირველი სპორტული მოედანი მას შემდეგ, რაც ახალციხის მოსახლეობის მხარდაჭერას მოიპოვებს. ვარლამ ციკლაურისთვის ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა პრიორიტეტი იქნება. მანამდე კი მიმდინარე პროექტებს ადგილზე ეცნობა. დასკვნით ეტაპზეა ახალციხის სპორტკომპლექსი, რომელიც სპორტის რამდენიმე სახეობას, ორ საცურაო აუზს და სავარჯიშო სივრცეებს აერთიანებს. მესხეთის სტადიონის ტერიტორიაზე მოეწყობა სრულად ახალი სტადიონი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში. განკარგულება პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა. ერთი მთლიანი დიდი კომპლექსი შეიკრება, სრულად ახალი სტადიონი, გვერდზე გვექნება სპორტული კომპლექსი, საცურაო აუზი და აქვე ძალიან ახლოს დაიწყება ძალიან მალე ახალი პარკის მშენებლობა. სრულდება მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია. ახალციხელებს რომ ყველა სექტორში ექნებათ ქართული ოცნების მერობის კანდიდატის მხარდაჭერა, ეს ვარლამ ციკლაურმა ადგილობრივებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა. თქვენი საქმიანობით, თქვენი სახელი და თქვენი ამბავი გამოაჩინეთ. ეს უკვე ახალქალაქია. ადგილობრივები იმ პროექტებზე საუბრობენ, რომლებიც მუნიციპალიტეტის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა 4 წლის განმავლობაში უკვე განახორციელა. მელქონ მაკარიანის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს. თუმცა ახალქალაქელები უკვე დარწმუნებული არიან, რომ მერი, რომელმაც დაპირებების საქმედ აქცია, ამჯერადაც გაიმარჯვებს. აი აქ საშინელება იყო, საშინელება. ეხლა გახედეთ რა სილამაზეა. რა სილამაზეა ყველა საღამო შვილებთან ერთად მოვდივარ. როგორც სპორტული მოედნები, ასე რეკრეაციული ზონები, საბავშვო მოედნები, მინი სტადიონები, სოციალური ბევრი პროექტები განხორციელდა ჩვენი ხალხის ჩართულებით. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ბევრი პროექტები, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე სოფლებში და ქალაქში უნდა განვითარდეს ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა. მსხვილი პროექტები განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით. სამუშაო მიმდინარეობს ახლაც. მელქონ მაკარიანი მერობის მეორე ვადის განმავლობაშიც მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტად საავტომობილო გზების მოწყობას ასახელებს. ჩემ მერობის პერიოდში 25 სოფლამდე მისასვლელი გზა დაიგო. დაახლოებით 60 კილომეტრამდე. და კიდევ არის პროექტები დაგეგმილი საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ჩვენი მუნიციპალიტეტის ძალისხმევით. დღით-დღე გალამაზდება ჩვენი მუნიციპალიტეტი. ქართული ოცნების კანდიდატის მერობის 4 წელი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტებს ითვლის. აშენდა 3 და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 სკოლას. ასევე აშენდა 3 ახალი საბავშვო ბაღი.